დღეს 1 ოქტომბერს ამერიკის მთავრობამ ეგრეთ წოდებული შატდაუნი გამოაცხადა. ანუ მთავრობის ძირითადმა დეპარტამენტებმა საქმიანობა შეწყვიტეს, რაც ამ ამბავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. არის ის, რომ აქამდე ამერიკის ისტორიაში არასდროს მოხდა, რომ მართლ პარტია, რომელიც აკონტროლებს თეთრ და ორივე საკანონმდებლო ორგანოს, ეგრეთ წოდებულ შატდაუნის წინაშე დამდგარიყო. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ახლა ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე პოლოდიშვილი, ერეკლე საღამომშვიდობის. საინტერესო თემა გვაქვს დღეს შატდაუნი და მე პრინციპში შესავალში აღვნიშნე, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტია აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, მაშინ ცხადდება შატდაუნი. რასთან გვაქვს საქმე, რა არის ამის მიზეზი მოგვიყევი? საკმაოდ საინტერესო შემთხვევაა. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ნოემბერში არავის არ მოედგინა ასეთი არასასიამოვნო რეალობა რესპუბლიკური პარტიისთვის, ეს უპირველეს ყოვლისა რესპუბლიკური პარტიისთვის არის სირცხვილი, იმიტომ რომ პარტია აკონტროლებდეს როგორც წარმომადგენლობით, ასევე პალატას, ასევე სენატს და პრეზიდენტიც მის განკარგულებაში იყოს და ამ ფონზე პარტია ამ რეალობის წინაშე დადგეს, რომ ქვეყანაში მთავრობა იკეტებოდეს, იხურებოდეს. ეს ცხადია გაზვიადებული შეფასებაა, თუმცა ასეთი რამ ხდებოდეს, ეს პირველად ხდება ამერიკის ისტორიაში, თუმცა ზოგადად ასეთი რამ იშვიათი მოვლენა არ არის და უნდა დავამშვიდობთ მაყურებელი. ცხადია, რომ ეს კატასტროფა არ არის, ამერიკას უარესისთვისაც გაუძლია. მოკლედ, რა გახდა ამ შემთხვევაში მიზეზი დაპირისპირების შიგნით პარტიაში? ეს არის ის დაფინანსების პაკეტი, ჯანმრთელობის კუთხით დაფინანსების პაკეტი, რომელსაც ჰქვია ობამაქეარი და ცალკე ასევე საუბარია იმ დამატებით სახელმწიფო სუბსიდიაზე, რომელსაც იღებს 20 მილიონი დაახლოებით ამერიკელი, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაზღვევა მიიღონ ჯანმრთელობის. მოკლედ, ის პაკეტები, რომლებიც რეალურად ბარაკ ობამას დროს იქნა მიღებული, სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი შიგნით პარტიაში, იმიტომ რომ ტრამპი ერთი მხრივ პირობას დებდა წლების განმავლობაში, რომ თვითონ შექმნიდა ობამაქეარზე უკეთეს, თუმცა აქამდე ეს ვერ მოახერხა. სამაგიეროდ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ობამაქეარი უნდა გაჩერდეს და რაც არ უნდა მოხდეს, ის მიდგომა, რომელიც ობამამ და დემოკრატებმა მიიღეს, სწორედ იმის გამო, რომ დემოკრატების მიღებულია, უნდა შეწყდეს. ეს არის ძირითადი დაპირისპირების მიზეზი, მაგალითად რენდ პოლი, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსერვატორი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, თავის კოლეგებთან ერთად შეიკრიბა და განაცხადა, რომ ობამაქეარის და ზოგადად იმ პაკეტების გატანას, რომლებიც ადამიანებს მართალია დაეხმარებოდა, თუმცა ობამას და დემოკრატების მიერ არის მიღებული, ეს არც ერთ შემთხვევაში ახალ ბიუჯეტში აღარ უნდა მოხდეს. რამე ალტერნატივა არის თუ უბრალოდ ეს არ უნდა? საქმე ეს არის, რომ წლიური ბიუჯეტი, რომელიც 31 სექტემბრისთვის უკვე დამტკიცებული უნდა ყოფილიყო, ვერ დამტკიცდა, სწორედ ამ თემაზე დაპირისპირების გამო და საქმე მივიდა იქამდე, რომ უნდა მიიღოთ დროებითი ბიუჯეტი, რომელიც სტანდარტული მოვლენაა, როცა ვერ ახერხებენ, მაგალითად, როცა ორპარტიული არის, ზოგადად სენატი და წარმომადგენლობითი პალატა, ამ შემთხვევაში გულისხმობა ან ერთს აკონტროლებს სენატი და დემოკრატების გუნდი და მეორეს რესპუბლიკელების, ეს უცნაური ამბავი არ არის, მაშინ უფრო მეტად თანამშრომლობენ ხოლმე სხვათა შორის. თუმცა აქ პრობლემა შეიქმნა იმ კუთხით, რომ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და რადგან ვერ შეთანხმდნენ, გადაწყდა, რომ 21 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო დროებითი ბიუჯეტი უნდა დამტკიცებულიყო და პრობლემა სწორედ აქ შექმნა თვითონ დემოკრატიულმა პარტიამ, რადგან დროებით ბიუჯეტის დამტკიცებაზე მიდის საქმე, ამ დროს მეორე პარტიას, ოპოზიციაში მყოფ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ 60 სენატში ამ კონკრეტული პროექტის დამტკიცება 60 ადამიანზე, 60 სენატორზე გადაიყვანოს, ანუ თუ არ მოხდება არა მარტო არსებული უმრავლესობის, არამედ ზოგადად დემოკრატების მხრიდანაც მხარდაჭერა, უბრალოდ ის კანონპროექტი ვერ გავა. აი ეს არის ახლა არსებული ვითარება, ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, რესპუბლიკელებს არ სურთ რომ გავიდეს ის კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც მხარს დაუჭერს ობამას მიერ შექმნილ თავის დროზე შექმნილ ჯანდაცვის პროექტს, ხოლო დემოკრატები ამ მომენტს, რომ მხოლოდ დროებით ბიუჯეტზე არის საუბარი, იყენებენ იმისთვის, რომ ზუსტად ეს გაიტანონ და 20 მილიონზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნონ ის საშუალება ჯანდაცვის დაზღვევა, რომელიც აქამდე ჰქონდათ ამდენი ხნის. ერეკლე, რამდენად სერიოზული მოვლენა არის ეს? ცხადია, მთავრობის გაჩერება, შატდაუნი შემაშფოთებლად, საშიშად ჟღერს, მაგრამ აქვე ავხსნათ ახლა რამდენად საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგანაც საფონდო ბირჟაზე ვხედავთ, რომ ინვესტორებს ეს ამბავი უბრალოდ არ აღელვებთ პირიქით. ინდექსები ახალ რეკორდზე ავიდნენ, შესაბამისად
როგორც ჩანს, smart money, რასაც უწოდებენ, ჭკვიანი ფული ამოვლენას მნიშვნელოვნად არ აღიქვამს. რეალურად ამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა და ის მესიჯები, რასაც მთელი დღე ვხედავდით, მათ შორის საელჩოების მხრიდან, აგრეთვე თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია და უნდა ვიღელბოთ თუ არა ჩვენ ამ საკითხზე. თავიდანვე და ცხადად უნდა ითქვას, რომ ახლა ყველაფერი არის მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის საკითხი, რესპუბლიკური პარტიის შიგნით იქნება ეს თუ დემოკრატიული პარტიის თანამონაწილეობით. აქ მათ შორის დონალდ ტრამპმა იმ გადაწყვეტილებით, რომ თეთრი სახლის გვერდზე პირდაპირ გამოდო განცხადება, დემოკრატების ბრალია ის რაც ხდება. ამით აჩვენა, რომ მისთვის რეალურად ეს შატდაუნი ძალიან კატასტროფა ამბავი არ არის. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურა საქმიანობას აგრძელებს, ძირითადი ორგანოები, მაგალითად ადამიანების უსაფრთხოების კუთხით, პოლიცია მუშაობას აგრძელებს, სამედიცინო დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ. უბრალოდ რეალური პრობლემა ახლა ექნება გრძელვადაში სახელმწიფოს, იმიტომ რომ თუ შორ პერსპექტივაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა ბიუჯეტის აი ამ არსებული პრობლემის აღმოფხვრა, ცხადია ეს ამერიკას როგორც ჰეგემონს ხელს შეუშლის, რომ თავისი პოზიციები განავითაროს. მაგალითად, ერთი მაგალითი არის ამის NASA-ს მიმართულებით, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულად არ ჟღერდეს, მაგრამ NASA-ს მისიები ამჟამად არის გაჩერებული, რომლებიც სახელმწიფოსთან არის და ის კონტრაქტორები, რომლებსაც NASA-სთან აქვთ კავშირი, საქმიანობას ვეღარ აგრძელებენ, იმიტომ რომ დაფინანსება მათ შეწყვეტილია. კარგი, ისტორიაც გავიხსენოთ. რამდენიმე შატდაუნი, რომელიც აქამდე ყოფილა, მათი მიზეზები ძირითადად რა იყო და წესით როგორც სრულდებოდა ხოლმე, ეს თქვა მათი ხო, ძალიან გასაგებად და მარტივად რომ ვთქვათ, რეალობა არის შეცვლილი. რადიკალურად არის შეცვლილი, თუ წლების განმავლობაში მათ შორის ჯერალდ ფორდის შემთხვევაში იყო 1976 წელს პირველად როცა მოხდა შატდაუნი, მაშინ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა შატდაუნი და ის არცდებოდა 2-3 დღეს, იმიტომ რომ დემოკრატების და რესპუბლიკელები წვდებოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზოგადად სახელმწიფოს ფუნქციონირების გაგრძელება, არ აჭიანურებდნენ მოლაპარაკებების პროცესს, შესაბამისად მარტივად ახერხებდნენ იმ უთანხმოებების გამკლავებას, რომლებიც არსებობდა. სხვათა შორის ყველაზე მეტი შატდაუნი დონალდ ტრამპს არ აქვს და მას არ მიეწერება. ეს არის ამერიკის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის რეიგანის პერიოდთან დაკავშირებული, რომელსაც ყოველწლიურად ჰქონდა თითქმის შატდაუნები, მაგრამ მარტივად აგვარებდა. დღეს პერიოდი იყო ზოგადად პლანეტაზე. დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი, ეს არის პირადი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის და აი ეს იწვევს რეალურად ეს აზრთა სხვადასხვაობა. დაპირისპირებას მაგალითად 2018 წელს, როცა ისტორიაში ყველაზე დიდი 35 დღიანი შატდაუნი მოხდა, რომელმაც რეალურად რამდენიმე მილიარდი დააკარგინა ამერიკის ბიუჯეტს სრულიად უმიზეზოდ, მოხდა იმის გამო, რომ კედელზე როგორც გვახსოვს, დონალდ ტრამპს სურდა, რომ სამხრეთის საზღვარზე აეშენებინა კედელი, ამაზე ვერ დაითანხმა მან ვერავინ დემოკრატების მხრიდან და ეს გახდა ძირითადად დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ საბოლოოდ ეს პრობლემაც გადაიჭრა და ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც ალბათ. იმედი მაქვს მალე. ერეკლე, მადლობა. ერეკლე ფოლადიშვილი იყო ჩვენთან ერთად. მადლობა მას ჩართვისთვის.